რაც შეეხება 20 ლარის მომატებას პენსიაზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შორს ვარ იმას რისგან, რომ პენსიის ეს რაოდენობა ბედნიერი სიმღერის პირობაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთ ცალმხრივად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუსმობთ კითხვას. პენსიონერს გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის და ძალიან ბევრი დივიდენდები, რომელიც ერთად ფულადად ფულში რო გადაიყვანო, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა. შესაბამისად, როცა სოციალურ საკითხებზე ლაპარაკობთ, ან ღრმად ჩაიხედეთ და უფრო მეტი ილაპარაკეთ, სწორად ილაპარაკეთ, ან არა და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ ვცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არის არასწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ის პენსიაა, რომელიც უზრუნველი სიბერის გარანტიას იძლევა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ ეს დრო ძალიან მალე დადგებოდა და უფრო ადრე დადგებოდა თქვენი ლიდერის, თქვენი პარტიის და კიდე დანარჩენი მტრების ჯანჯღარი რომ არ ყოფილიყო ამდენი წლის განმავლობაში.